სოფელ მღვიმევის მოსახლეობა ჯორჯიან ამერიკან ელოისის მძიმე ტექნიკის გადაადგილების შედეგად დაზიანებული გზის გაკეთებას ითხოვს. დღეს ადგილობრივებმა კომპანიამ მძიმე ტექნიკას გზა გადაუკეტეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით კომპანიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან პოზიტიური ნაბიჯი დღემდე არ გადადგმულა. გზა, მანქანის გზა არ გვაქვს. ჯივაბეთიანი ბავშვი მყავს, დავრეკი ამისტინატეს. Пастрапоши, талахи, цвима арамовида. Хо, крунчкепши, чаварда бовши, иси. Махарос территория сдейнахет. Рагзеби, раиси. Арак норманули хайри, арак норманули сутка. Გვაწუხებს ყველაფერი, გზა არ აქვს. წყალი არ აქვს ნორმალური. ეს მტვერია თუ რაც არის მაგაზე ხო მაგას ვირას იზავს, მაგრამ ელემენტარული გზა მაინც გავიკეთო რომ ან ბავშვები არ ჩავარდნო ტალახში, ან ხამში არ გადავარდნო, რა ვიცი ესეთი რაღაცეები გვაწუხებს ჩვენ ახლა. მოსახლეობა აცხადებს, რომ გზასთან ერთად მძიმე ტექნიკის ხმაური და სასმელი წყლის პრობლემაც აწუხებთ. ადგილობრივებმა ქალაქიდან მღვიმევის მიმართულებით მოძრავი საბაგირო გზის 24 საათიან რეჟიმში მუშაობაც მოითხოვეს. არ არის ჩვენთან გაზი. ელემენტარული ტრანსპორტი, რომელიც 70-იან წლებში გაკეთებული საბაგირო, დღეს ძირითადად როინმეს მოთხოვთ, რომ აი ფუჭდება ყოველ დღე. მუშაობდა 4 ცვლა, გააჩერეს 1 ცვლა, იმიტომ რომ გაუშვეს თანამშრომლები და მაგიერს არ იღებენ. ძალიან გაუსაძლის მტვერში, სიცხეში მტვერში და წვიმაში კიდე ტალახში ვიხრჩობით. სოფელ მღვიმევის მოსახლეობა ჯორჯიან ამერიკან ელოისის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ზარალების განყოფილების უფროსი ლევან აბრამიშვილი შეხვდა და უახლოეს მომავალში გზის პრობლემის მოგვარებას დაპირდა. მოსახლეობის მოთხოვნა მეთანხმებით სამართლიანი არის და უკვე ჯორჯიან მანგანის გადაწყვეტილი კი არა უკვე შემუშავებული ქონდა გეგმა სოფლის რწმუნებულთან ერთად რომ დაგვეწყო აი ამ პრობლემების აღმოფხვრა რა მარტო აქ არა ეს აი მაშ ხალიფაურის გზაზე ცენტრალური გზის გაწმენდაზე და ყველა იმ პრეტენზიაზე რაც ხალხმა წარმოთქვა. ადგილზე იყო სოფელ წირქვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიც. არ არის სოფლისთვის ის პირობები როგორცაც ისინი იმსახურებენ. რა თქმა უნდა გადის მადანი აქ და სანაცვლოდ სოფელს არაფერი არ რჩება. მოთხოვნა არის სამართლიანი, უნდა გაკეთებულიყო გზები და შევთანხმდით ჯორჯია მანგანუმის ხელმძღვანელობასთან და უკვე დღეს უნდა დაგვეწყო, მაგრამ ამინდის ფაქტორიც გასათვალისწინებელია და როგორც კი ეს მომთავრდება, იქით ჩვენ განვაახლებთ ამას. კომპანიისგან მიღებული დაპირებების შემდეგ მოსახლეობამ აქცია შეწყვიტა. პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში ისინი აქციის გამართვას მომავალშიც არ გამორიცხავენ.